ეს უსამსახუროდ დატოვებული მაღაროელის სახეა. იმ ადამიანის სახე, ვინც წლებია ადამიანური სამუშაო პირობებისთვის იბრძვის. იმ ადამიანის სახეცა, ვის უკანაც ოჯახი დგას. იმ ადამიანისაც, ვისი თანამებრძოლებით ციხეში გამოკეტეს, ან დააშინეს და ბრძოლას ამ გზით ჩამოაშორეს. ჭიათურის პროტესტს მრავალი სახე აქვს: შრომელის, დაჩაგრულის, მებრძოლისა და გაუტეხელის. ერთ-ერთი გაუტეხელი ადამიანის მაგალითი მერაბ სარალიძეა. დაკავებული მაღაროელი, რომელსაც სასამართლომ სხვების მსგავსად თავისუფლება მრავალი წლით აღუკვეთა. თუ ადევნებენ თვალყურს და თუ ლოგიკურად დაუგვირდებიან პროცესები როგორც მიმდინარეობს, აგერ ჩვენი მაგალითით ერთ-ერთი ფაქტი არის იმისა, რომ არაფერს არ აქვს მნიშვნელობა გარდა იმისა, რომ ერთეულების უნამა მხოლოდ საკუთარ თავზე განაჩენი აქვს ეროვნული განწყობა ხალხი დარდი არავის არა ამ ქვეყანაში. ჩვენი პროტესტის ნათელი მაგალითი იყო ამისა, რომ ელემენტარულ არქიტექტურას ხლებას ვითხოვთ ჩვენ, რომ გვეარსება და გვეცხოვრა. არამედ არ ვითხოვთ გასაკვირს, არაფერს არ ვითხოვთ. ვითხოვთ იმას, რომ ჩვენ გქონოდა ის სამსახური და ის სამუშაო ადგილი, რათიც ჩვენ ოჯახებს ვაჩენთ და თავს ვეჭრა. ამის ნაცვლად გამოგვაცხადეს კრიმინალებად და გამოგვიშვეს ციხეში. მაღაროელების მძიმე ყოფა ახალი არ არის. არც საკუთარი თავებისა და ჭიათურისთვის ბრძოლა დაწყებულა ახლა. გასული წლების განმავლობაში პროტესტმაც არაერთხელ იცვალა სახე. იყო კარვები, შიმშილობა, პირის ამოკერვა. უმძიმესი პირობების გამოსასწორებლად პროტესტის არაერთ და მძიმე ხერხს მიმართეს. ზოგი შედეგიანი აღმოჩნდა, ზოგი კი არა. მაღაროშიც ძალიან რთული და მძიმე პირობები იყო და ეხლაც ესეა. ამ რთული პირობების გასაუმჯობესებლად ჰქონდა ეს საპროტესტო აქციები 2019 წლის აქციას გამოვყოფთ. ამ პროტესტმა ჯამში 35%-იანი მატება მოუტანა ჯორჯიან მანგანეზის წარმოებაში არსებულ ყველა კადრს, განურჩევლად თანამდებობისა, განურჩევლად იმისა, ჩვენს პროტესტს ეხმარებოდნენ, გვერდით უდგნენ თუ არა. ასეთი გახდა მათი ყოველდღიურობა. იკრიბებიან ქალაქის ცენტრში, უამინდობის გამო განადგურებულ კარვებთან, საიდანაც მიდიან მაღაროსთან და ცდილობენ საკუთარი ხმა იქ დარჩენილ მაღაროელებს გააგონონ. იმ იმედით, რომ მათ ბრძოლას შეუერთდებიან და ერთად შეძლებენ 4 ჭიათურელის ციხიდან გამოხსნას. მაღაროსთან უკანონო დაკავებულების სახელებს ხმამაღლს სკანდირებენ. აი ეს არის კედელი ჩვენ შორის. ხელოვნური ბარიერები. დაბრკოლებები, დაშინებები, თუ ჩვენთან გამოხვალთ კონტაქტზე, თუ ისაუბრებთ ჩვენთან, თუ მოიტანთ თქვენს გასაჭირს ჩვენამდე, თუ ერთად ვიქნებით, მაშინ კომპანია და მისი უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც კიდევ ბევრი გავლენიანი პირები უმაგრებენ ზურგს, თქვენ მაღაროელებს დაგაკარგინებენ სამსახურს. მათ უნდათ რომ მონებად გვაქციონ. უკანონო პატიმრები განაჩენს ღირსეულად რომ ხვდებიან და 4 კედელში გამოკეტილებს რეჟიმი მაინც ვერ ტეხს სამწუხაროდ გასულმა წელმა კარგად დაგვანახა. მაღაროელებს პრობლემების მოგვარების ნაცვლად პატიმრობა შეუფარდეს. ორს გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს 6 წელი და 3 თვე მიუსაჯეს. მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. კიდევ 2 მაღაროელს არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს 4 წელი და 3 თვე. ისინი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით გაასამართლეს. აქ გამკვირვებია და აქ გული არ გამიტეხია. ბრძოლის გარეშე შედეგი არ დაიდება, ერთი ამას ვხსენდი და ბრძოლის უნარი მაქვს ასევე შენარჩუნებული. მაგრამ რას ვიზავთ? რაღაცნაირად უნდა ვირწოლოთ ეს სამართლო რეალობა. მაღაროელები, რომლებსაც გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა, მოსამართლემ დამნაშავეებად გამოაცხადა. პოლიტიკური დაკვეთის შესრულებად და პროტესტის ჩახშობის მცდელობად აფასებენ განაჩენს პატიმრების ოჯახის წევრები და ამბობენ, რომ დამდგარ შედეგზე პასუხისმგებელი ქართულ ოცნებასთან ერთად მოქალაქეების პასიურობა და გულგრილი დამოკიდებულებაც გახდა. სიტყვიერად ხო შეეძლო ვიღაცას ეთქვა, რომ ბიჭებო თქვენ გვერდში ვარ, ეს 4 ბიჭი რატომ უნდა იყოს ციხეში? ტყუილა გამომწყვრეული. თუ დაწერილი მოსამართლეს მაინც უნდა წაეკითხა 9 თვე რისთვის აწვალეს, რისთვის დაგვტანჯეს, რისთვის აი ფსიქოლოგიურად მოგვარყიეს. ალბათ ასე უნდა ცუყელა რომ გამოამწყვრიონ ციხეში მისი ახლობლები ასე ტანჯვით, მაგრამ კიდე გეუბნები ეს გაგვაძლიერებს. მე ვთხოვ ყველა ჭიათურელს რომ უფრო მეტი აქტიურობა გამოვხატოთ. 40 სასამართლო პროცესს დავესარის. სასამართლო თუქვია იმა, უსამართლო მასკარადი იყო. ამ ბიჭებს
გინათ ჩემს გიორგი ნეპარიძეს ერთი სიტყვა არ უთქვიათ რომ სახელმწიფოს ან დადაგებოდნენ ან ქალაქის ხელმძღვანელობას ან ვინმეს მაგრამ თვითონ ქონათ განზრახული არ უნდა გეეღო შრომელ კაცს ხმა უნდა დაედუმებიათ ეს პროცესი და მაგის გულისთვის დაიჭირეს ეს აქტიური ბიჭები ჭიათურელების პრობლემა მხოლოდ არა ადამიანური სამუშაო პირობებით არ იწყება. მანგანუმის მოპოვებას ეწირება მთელი ქალაქი და ჭიათურის მოსახლეობის ჯანმრთელობა. აქვე არის ღია კარიერული გადახსნები, სადაც მოიპოვებენ უმაღლესი ხარისხის მანგანუმს. ეხლა თოვლის გამო არის დროებით შეჩერებული და აწესრიგებენ ტექნიკას. ნებისმიერ ადგილას, სადაც კი შეიძლება არსებობდეს მანგანუმი, ისი რუკაც აქვს და ზუსტად იციან სად რა ხარისხის რამდენი მარგანეცი არსებობს მიწისქვეშ. ამის შესაბამისად ანადგურებენ ეს დოულათი და კეთილდღეობა არანაირად არ ეტყობა ჭიათურელს და ჭიათურის მაცხოვრებელს, რადგან გვყავს ყოველი მესამე სოციალურად დაუცველი და სამწუხაროდ, რადგან არ არის ეკოლოგია და მოპოვება გამართული, სიმსივნით დაავადებული გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი. დაპირებების შესრულებაში ბიძინა ივანიშვილს ბადალი არ ხვს. ჭიათურელ მაღაროელებსაც დაჰპირდა თქვენს მდგომარეობას გამოვასწორებოდა, ასეც მოიქცა. ზოგი უსამსახურო დატოვა და ზოგიც ციხეში გაუშვა. დღეს ჩვენი პრეზიდენტი ტრაბახობს, რომ სახელმწიფო არ არსებობდა და შექმნა მარტო ეს ერთი ატრიბუტი. მარტო დამოკიდებულება თქვენ დამიიღო. საკმარისია იმის, რომ ამ სახელმწიფო არ შეიძლება ეწოდოს. სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს თქვენაირი ადამიანებზე, ის არ შეიძლება სახელმწიფოდ იწოდოს. მე უხერხულადაც მიმაქცინა და ბოდიშის მოხდის სურვილიც გამაჩნია, რომ მე ვერ მოახერხე და ვერ მოახერხე ბრალდება მომექცია თქვენთვის. სრული გულგრილობის, ყველა თხოვნის უგულებელყოფის, დაშინებისა და სხვა მრავალი პრობლემის მიუხედავად, ჭიათურისა და ჭიათურელების უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას ადგილობრივები დაუღალავად წელიწადზე მეტია აგრძელებენ.